Მიმაჩნია, რომ თუ ახალგაზრდები 16 წლის ასაკში არ იწერენ ჯვარს და იწერენ 21 წლის ასაკში, ამაშიც ცუც ვერაფერს ვერ ვხედავ და მიმაჩნია, რომ ეს კარგია, დაამთავრონ სკოლა, მიიღონ განათლება. რაც შეეხება ლიზას ნათქვამს, რომ სექსუალური კავშირი უშლის ხელს, ჩემთვის პირიქით ის უწყობს ხელს იმისთვის, რომ ის ურთიერთობა უფრო ხანგრძლივი იყოს, რომ მერე ოჯახები არ დაინგრეს, მერე ბავშვი არ დარჩეს მამის და დედის გარეშე. თუმცა სამწუხაროდ, როცა ტელევიზიის მეშვეობით ჩვენ ამ თემას ვეხებით, ყველა რატომღაც ამას აღიქვამს, რომ ჩვენ პროპაგანდას ვუწევთ ყოველგვარ სექს მარჯვნივ და მარცხნივ. ეს ასე არ არის. მე ვლაპარაკობ მხოლოდ, როდესაც შენ ფიქრობ, რომ ეს ის ადამიანია, რომელსაც შენ გინდა ცოლად გაყვე, მაშინ მე ვფიქრობ, სქესობრივი ურთიერთობა არის ძალიან ბუნებრივი. იმისთვის, რომ ჩვენ გავიგოთ, რამდენად ვეწყობით ჩვენ ფიზიკურადაც. თუმცა არ მიმაჩნია, რომ დავლევთ, ყველას უნდა ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მაგრამ ქართველი მამაკაცი რატო არ ყავს? გვერდით. გამოვიდა ეხლა ექსპერტის სახი და ისაუბრა ძალიან რაღაცა დაალაგებულად და ასე შემდეგ, რატო გავყავ? არა ქართველი. არა, ეხლა ეს რაღაცა, ეგ არაფერ შუაშია. როდესაც შენ გამრავლებაზე საუბრობ, შენი ერი? ეგ არაფერ შუაში არ გახოდი, მაშინ და შენ გამრავლებაზე აქ იზრუნე. არა ამერიკაში. უპასუხე. ძალიან მიყვარს ეს იმ ადამიანისგან, რომელიც მიისწრაფვიდა ამერიკაში წასასვლელად, უბრალოდ სამწუხაროდ ეს გარიგებული ქორწილი არ გამოუვიდა და ჩამოაბუნძულეს უკან და მისი შვილი ახლა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ისე რომ მამას ვერც ნახულობს. ლუკიმ რაც თქვა, ის ამ თემას უნდა გადავახდეთ და გავაგრძელოთ გადაცემა. ძალიან კარგი, მადლობთ. პასუხი ამ კითხვაზე. ეს არისო ქართველი მამაკაცების დანაშაული ნუკი რომ უცხოელს გაყვა ცოლად. ასეთი მშვენიერი ქალბატონი რო წავიდა და გათხოვდა უცხოეთში, ეს არის ქართველი კაცების სიზუსტის პრობლემა. გაიზრდება ქართველად, რაც არ უნდა იყოს და მეყოლება ჩვენი ქართველი ამერიკაში კიდევ ერთი რა ქართულ ტრადიციებს. კონტრაქტი თუ გააფორმეთ, საქორწინო კონტრაქტი. ჩვენ გვაქვს გაფორმებული საქორწინო კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ჩემი ქმარი იღებს ვალდებულებას, რომ ის ჩემზე აგებს პასუხისმგებლობას. აგებს პასუხს და გაყრის შემთხვევაში ის კვლავ ფინანსურ პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე. ვალდებულება რა არის მაგრამ? მთელი ცხოვრება, სანამ მთელი ცხოვრება. გარიგება ჩემ შემთხვევაში იყო თუ ნუკის შემთხვევაში არის რეალურად ეხლა გარიგება? საქორწინო. რა შუაშია, ეს იცი რა არის, ეს არის ფორმალური მიღება, რომ ფორმალური ამერიკას საკმარისად ვიცხორ და ვიცი როგორი ფორმალური და არაფორმალურია გარიგებები და ხელმოწერები. ჩვენ ვენახევარი გასაგებია საკმარისი ცხოვრება. არა, უფრო მეტი წლები. ერთი წუთით დაასრულა მოღვაწეობა მას. პირაძე, ნუ ამერიკის მოქალაქეობას რომ მიიღებ, მე ვისაუბროთ ჩემი გიორგი, ქორწინების პირაძე, დასასრულს. ნუ გადადიხართ, იმიტომ რომ